მოგესალმებით, დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით ეთერშია ახალი ამბები ანჟელა ქავთარაშვილთან ერთად. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა 1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მეუღლის დაჭრის შემდეგ მან თვითმკვლელობას სცადა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მათ 4 წლის შვილი ყავდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე სვამდაო და ალბათ ამაზე მოვიდათ და საღამოთი მოსულა სამსახურიდან. იგრე დღიურებზე მუშაობდა და რომ მოსულა სამსახურიდან ბავშვი რო დაუძინია, მიწოლილა ესეც მის საწოლზე და ჩასცინებია დაღლილი რო ყოფილა. ამიტომ მე აუღია ბაკალი იყო თუ რა იყო და ჩარტყმული აქვს ბაკალი თავში. მე დანაცა გადასმული 2 ნაკერი აქვს გულზე, თავზე აქვს 5 თუ 6 ნაკერი. ამასაც გადაუსერია ხელები, რავი, იძახიან რომ რავი, უთქვია რომ თავში მე თვითონ ჩავირტყიო, ხელებიც კი გადასერილი ქონია. ჩემი შვილს დაურეკეს უფრო სწორედ. გამაღვიძა ჩემი შვილმა, მითხრა რომ დედაო და სო ნაცემები არიან და საავადმყოფოში მეყავდა. და რომ მივედით უკვე სახლში, უკვე აღარ იყვნენ, იქაც ასულები იყვნენ, წაყვანილი ყავდათ სასწრაფოში და სხვა არაფერი არ ვიცი. იქ უკვე ოპერაცია მიმდინარეობდა რომ მივედი. 3-20 წუთზე მიიყვანეს და 7 ნახევარზე დაიღუპა. კი, სასმელს სვავდა ხოლმე. მე ვფიქრობ რომ რაღაც ბელაიას ამბავი იყო. მე გავიგე რომ მოუკლავს ეს სოლიო. ყოლია, საყვარელი ყოლიაო და იმაზე გაუფრთხილები ერთხელ რომ არ დაიშალაო და რა ვიცი, ეს გავიგე მეტი არაფერი. ძალიან პატრიოტანი კარგი კაცი, შრომელი კაცი, ოჯახის მოყვარული. შეშიჩანეც კი დადიოდა ინვალიდი კაცი, ფეხმოთეხილი კაცი. ის კიდე დეთრეოდა კატიკიდა. აი უხალათა და სადაღარიგდო იმას წუხელი როდის მოკლა, წუხელი არ მოკლა. სადღაც იქ თხალის ყოფილიყო, გამაწყარი, გამთვალი, ეძება ბავშვი ატირებული და დადიოდა ეძებდა. ხო და ვეღარ მოითმინა ამ კაცს, ფақط რომელი კაცი აიტანს ამას, რომ შახამისას ცოლი შემეეტრეს სახლში და ბავშვი კიდე ეგრეთ იროდეს. მოკლა და მე თვითონაც ეთქვა განერვიულდა თუ რა იყო, მიიყენა რაღაც ჭრილობები და ისა წაიყვანეს და ჩააბარეს.